როდესაც ჩემი თანაშემწე ბატონი ალეკო ქობალია მოიტაცეს, მანქანით მიდიოდა უბრალოდ, მოიტაცეს, თავისი მანქანიანად წაიყვანეს, მისი მანქანა დააყენეს იქ, სადაც კანჩებით შეიარაღებული ახალგაზრდები უკვე მზად იყვნენ, რომ ეს მანქანა დაეშალათ ნაწილებად და წაეღოთ გასაყიდად. იგი დაკითხეს ინტელიგენციის წარმომადგენლებმა. ესე იგი, ინტელიგენციის წარმომადგენლები ბატონი ელას შენგელაია და სხვები მონაწილეობდნენ აი ამ დაპატიმრებული და მოტაცებული უпроსორეთ მოქალაქეების დაკითხვაში, რათა გაერკვიათ თუ ვინ არიან, შეიძლება თუ არა, რომ მათ წაართვან მანქანა, რომ ისინი სცემონ, რომ ისინი დაამუშავონ ბჭყალებში, როგორც მათ ეს სჩვეოდათ ამისი თქმა, და ამას ყველაფერს ხელმძღვანელობდა დიდი ინტელიგენტობის პრეტენზიის მქონე ბატონი თენგის სიგუა, პროფესორი ჩემო ბატონო. აი ამ ბანდიტურ ოპერაციებს ის ხელმძღვანელობდა და მასთან ერთად ამას ხელმძღვანელობდნენ ჩვენი დეპუტატები, მათ შორის ბატონი ნოდარ ნათაძე, ეს ჩვენი სახელოვანი მეცნიერი და ფილოსოფოსი, ბატონი ერლას შენგელაია, ჩვენი სახელოვანი რეჟისორი და სხვები. აი როგორ ინტელიგენციასთან გვაქვს საქმე ჩვენ. ეხლა მივძანეთ, აი აქ ჩვენ თვალწინ დაიბადა კრიმინალური ინტელიგენცია. ჩემო ბატონებო. ხოდა ეს კრიმინალური ინტელიგენცია გაერთიანებული არის ერთი პიროვნების დროშის ქვეშ, რომელსაც იგი დაჟინებით უწევს რეკლამას საქართველოში და სურს დაარწმუნოს ქართველიერი, რომ ამ პიროვნების გარდა საქართველოს ხსნელი არ ახავს და რომ მხოლოდ ის არის ჩვენი ასე ვთქვათ გადამრჩენი და რომ მხოლოდ ის არის ჩვენი დამოუკიდებლობის გარანტი და სხვა. ისინი მიზნად ისახავენ საქართველოში ისევ აღდგენას იმ წყობილებისას, რომელიც იყო, რა თქმა უნდა, არა კომუნისტური სახელით. კომუნისტური უკვე თვით მათთვისაც საგინებელი სიტყვაა, არამედ სულ სხვა სახელით, დემოკრატიული წყობილების სახელით. აი ეს არის მოსკოვის ოცნება. აი ეს არის აი იმ მამათი ლიდერის, მოსკოველი ლიდერის ოცნება, რომ ქართველიერი გადააქციოს კრიმინალების ბანდად, რომ ინტელიგენცია გადააქციოს კრიმინალების ბანდად, ჯაბა იოსელიანების და ამათ მოტრფიალეთ და ყველა გამომდინარე შედეგები მოგეხსენებათ, რაც იქნება ამის შემდეგ.